მეგობრებო, ესეთი გაშლა ვნახოთ ახლა. ჩაიბრეთ თქვენი პარტნიორი და ეს გაშლა იქნება იმ ადამიანებზე, ვინც ზუსტად იცით, რომ კონკურენტი გყავთ, ასე ვთქვათ. ეს იქნება მისი თქვენი პარტნიორის მეუღლის სახით, თუ პირიქით თქვენ ხართ მეუღლე და იცით, რომ სადღაც ვიღაც ყავს. იმ ადამიანებისთვის იქნება ეს გაშლა. ლაიკები არ დაგეზაროთ, არც ერთ ვარიანტში ენერგოცვლისთვის აუცილებელია და ეხლა ისე მჭირდება, როგორც არასდროს თქვენი გამოწერაც, თქვენი კომენტარიც, ლაიკის და მაქსიმალურად ჩადებული თქვენი ენერგეტიკა. მოკლედ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და თუ საერთო გაშლა ყველას არ ემთხვევა ეს ვიცით. მაპატით ხმაურისთვის. ამიტომ გავიგოთ პატარა იდენტიფიკაცია, ვინ არის თქვენი პარტნიორი. რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. ვინ არის? ხმლის მეფე ამოდის. ხმლის მეფე როგორც წესი ყოფილებს აჩვენებს, მაგრამ არის ასევე ჰაერისტიკის მეფე. 5 პენტაკლი და 2 შეზღუდვა. ადამიანი არის სწორედ რომ გაურკვევლობაში, აი წონა და იწონა რეჟიმი აქვს, ვერ გაურკვევია ერთი პარტნიორი უნდა თუ მეორე, რომელიც წარსულში იყო მის ცხოვრებაში და ერთს ეჭიდება, ამჯერად ერთისკენ იხრება, ასე ვთქვათ და რაღაცა მომავალს გაყურებს, აი მომავალმა მიჩვენოს რა და როგორ იქნება, აი ბედს ვანდობ, რაც იქნება ვარიანტია, მაგრამ ორი ჟეზლი აქვს, არჩევანი აქვს, რა საკვირველია, რაც გაშლა თქვით. რომ რა ურთიერთობა აქვს, შეიძლება თქვენსა და მეუღლეს შორის, შეიძლება თქვენსა და სხვა ადამიანს შორის, ვინც თქვენ იცით, რომ ნამდვილად კონკურენტი გყავთ. ადამიანი არის ჰაერისტიკის წარმოადგენელი, უმეტესად გაშლა იქნება ასეთებზე. შეიძლება ტყუპების სასწორით და მერწყულის ნიშანს წარმოადგენდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის. ადამიანი არის ორგანოების წარმოადგენელი, სხვა შემთხვევაში თუ ჰაერისტიკი არ არის თქვენი პარტნიორი, მასზე მაქვს საუბარი. თვალში მოვხვდა და რამდენი ხანია ამ კაცს უყურებ, მაგრამ რატომღაც ეხლა მოვხვდა თვალში, რომ აი რაღაცა მონადირეა ღამურებზე, შეიძლება ღამის საათებში უწევს, რა ვიცი, პატრულირება ან ღამის მენები აქვს ხოლმე და რაღაცა ერთგვარი მონადირის რეჟიმი მომდის. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ მონადირისაც იარაღი აქვს, ჰაერისტიკის მეფეც არის ორგანოების თანამშრომელი და ცივი იარაღი, ცხელი იარაღი აბსოლუტურად ახლოს არის ამ ადამიანებთან, ყველანაირი ორგანოების თანამშრომელზეა საუბარი აქვს. არ ჩამოთვლი. ასევე არიან აიტიშნიკები, საჰაერო გზით რომ რაღაც ინფორმაციებს ღებულობენ და იჭერენ, ასე ვთქვათ, ვირუსი იქნება იქ ღამურის სახით თუ რაღაცეების გაშიფრვას უნდებიან, ასევე არიან შევპოვრებიც, მათაც ცივი იარაღი აქვთ ერთგვარი თავისებური და შეიძლება წარმოადგენდეს შევპოვარს. ყოველ შემთხვევაში დამიწერეთ, რას თავის წარმოადგენს, ძალიან სიამოვნებს ხოლმე თქვენი კომენტარები. ადამიანი, რომელიც არის მოწყენილობაში ახლა, ენერგეტიკულად დაცლილი, რაღაცნაირად ძალა არ აქვს, გამოძინება ჭირდება, დასვენება ჭირდება, შეიძლება ვირუსზე ბრძვის, იმიტომ რომ 5 პენტაკლი ხშირად არის რაღაცა ავადმყოფობის კარტი, გრიპი და ვირუსი იქნება თუ უბრალოდ რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ენერგეტიკული სისუსტე აქვს, ასე ვთქვათ, გადაღლილობა აქვს, გამოუძინებლობა აქვს, ყველას თქვენ შეიძლება გქონდეთ, ასევე შეიძლება აჩვენებდეს იმას, რომ მონატრების რეჟიმი აქვს, 5 პენტაკლი არის. მონატრების კარტი, როგორც წესი, არის მარტოობის კარტი, ერთგვარი ღალატაკი არის სულიერად თქვენს გარეშე. ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ უნდა მიხვდეთ ამ იდენტიფიკაციით არის თუ არა ეს თქვენი პარტნიორი, აქედან გამომდინარე მონატრება აქვს თითქოს თქვენი. რაღაცნაირად თქვენ გარეშე დაუძლურებულია, ძალა არ აქვს, ენერგია არ აქვს, ენატრებით, ერთგვარი მათხოვარი კარტია. ცუდად ნუ გაიგებთ, მაგრამ ენერგეტიკული რაღაცა დახმარება ჭირდება, ენერგეტიკული დათრგუნულ მდგომარეობაშია ძალიან, თუმცა ყველა და მისი პრობლემის
და ყველა კარის გასაღები აქვე უდევს. მაგრამ ადამიანი იმდენად დაუძლურებულია, იმდენად დეპრესიაშია, განერვიულებულია, გამოუძინებელია, გადაღლილია, რომ აი ამ გასაღებს თავსაც არ წევს, რომ ეს გასაღები აქვე რო აქვს ამ კარებისთვის დაინახოს. ამიტომ რაღაცა საშუალებები ძალიან კარგი აქვს ფინანსური მდგომარეობისაც თუ ვიტყვით, შეიძლება ფინანსურ ჭიდილშია ხუთიან პენტაკლი, ასევე ფინანსების ნაკლებობის კარტია და ერთგვარი რესურსის ნაკლებობა აქვს შეიძლება და ეს თრგუნავს ამ ადამიანს არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველა კარების გასაღები იქვე უდევს თუ დაინახავს და გაახელს თვალს და აწევს თავს დაინახავს, ასე ვთქვათ, ყველა თავისი ჩიხიდან გამოსავალ მდგომარეობას. მოკლედ ასეთი იდენტიფიკაცია გავიგოთ, რას ფიქრობ, რა ურთიერთობა აქვს თქვენ კონკურენტთან ამ ადამიანს, თუ ატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა და იდენტიფიკაციას შეატყობთ რომ მასზეა. რა ურთიერთობა თქვენ პარტნიორსა და თქვენ კონკურენტს შორის? უთიანთასი. შეძლეს დედოფალი და მაგი. აქ არის პრინციპში მამაკაცი მაგის როლში ეს შეიძლება წარმოადგენდეს, არ ვიცი, შეიძლება ეზოთერიკა ძალიან უყვარს და პირდაპირ გაგებით რაღაცა მაგიურ ჩარევებს თუ არ განიხილავს, ყოველ შემთხვევაში რაღაცა მანიპულატორული რეჟიმები აქვს, ფსიქოლოგიური მდგომარეობა აძლევს მას იმის საშუალებას, რომ ადამიანებზე იმანიპულიროს, რაღაცა გამოტყუოს, თავის საჭირო ხელსაწყო აიღოს, მაქს აქვს 4 სტექია თავის ხელში, ყველაფერი ყველა შემთხვევაში არის მის ხელში, ასე ვთქვათ. ის არის მთავარი, მისი ნათქვამი, მისი გაკეთებული არის მთავარი ამ ურთიერთობაში და რაღაცნაირად მანიპულაციას ახდენს პარტნიორზე. პარტნიორი მისთვის წარმოადგენელია შეძლეს დედოფლად, ეს არის ცეცხლის სტიქიის წარმოადგენელი, მისტიური ქალია ძალიან. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ნაწილისთვის პირიქითაც იყოს, რაც მე ვთქვი, რომ მამაკაცი ამ მანიპულატორი თქო, ამ შემთხვევაში უფრო ზუსტი ალბათ იქნება, რომ პირიქით არის, იმიტომ რომ ესე ამოვიდა და მე დავაკვირდი, მაგრამ ნაწილისთვის ალბათ უნდა ბეთქვა ეგეც და ნაწილისთვის მამაკაცი არის. მაგი ამ ურთიერთობაში, ანუ მანიპულატორი რაღაცნაირი, მაგრამ დიდი ნაწილისთვის, უმეტესი ნაწილისთვის არის ქალბატონი. მის ფსიქოლოგიაზე, მის მენტალურ მდგომარეობაზე მაგად მომუშავე არ არის გამორიცხული ქალბატონი. რაღაცა პატარა ჯადოქრულ ჩარევებს ახორციელებდეს, რიტუალებს ახორციელებდეს, იმიტომ რომ შეძლეს დედოფალი ეს არის მისტიური ქალი, რომელსაც გადახრები აქვს ეზოთერიკისკენ, ნახეთ როგორი ჟეზლი უჭირავს და ყველაფერი ჩემ ხელში და გამარჯვებული ვარო, საერთოდ ძალიან ახლოს არის მისტიკასთან, რიტუალები უყვარს, რაღაცეები თავის თავზე მაინც ახორციელებს, თვითონ თუ არ არის ეზოთერიკის წარმომადგენელი ეს ქალბატონი და კონკურენტზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, მაგი არ არის ეზოთერიკის წარმომადგენელი, არ არის ტაროლოგი, ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ყველაფერს მოიცავს ეს მაგი. ამ შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება თვითონ თუ არ ახორციელებს პრაქტიკებს, ასე ვიტყოდ და რაღაც პატარა რიტუალებს მანიპულატორულს თქვენ პარტნიორზე, ეს არის მის თავზე განხორციელებული როგორც მინიმუმ რაღაც პატარა რიტუალები და რაღაცეები, რომელიც ონლაინ შეიძლება გაშლებით ან ვიდეოებით ნანახი აქვს და ნასწავლი აქვს და თავის თავზე, მაგალითად, ფინანსური გზის გახსნა როგორ შეიძლება რაღაცა პატარა რიტუალებს თავის თავზე მაინც იკეთებს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ შეძლეს დედოფალი და მაგია გვერდ-გვერდ ეს არის უეჭველი მაგიური რაღაცა ჩარევები და რაღაც რიტუალების განხორციელება თავის თავზე კიდევ ვიმეორებ ხელში უჭირავს ეს ჟეზლი და ამას მოქმედებს თვითონ თუ არ აკეთებს მაშინ პროფესიონალ მაგს მიმართავს ხოლმე და აი ამ დახმარებას მაგისას იყენებს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მათ ურთიერთობაში არის 5,000, რაღაცა დაქცეულია, რაღაცა წაქცეულია, 3,000 დაქცეული აქვთ, მოკლედ. აქვთ შანსი, რომ ურთიერთობა აღადგინონ, ურთიერთობა დასტაბილურდეს, მაგრამ დეპრესიული მდგომარეობაა, რომ აი ისე როგორც გვინდოდა არ გამოვიდა. ის არ გამოვიდა. თუ ოჯახი აქვთ, აი ის ოჯახი არ შედგა ჩვენ შორის, რაც გვინდოდა და წარმოგვედგინა შექმნისას, რომ აი ესეთი მოსიყვარული და თბილი ოჯახი გვექნება, მაგრამ ამ ქალბატონისგან უეჭველი არის 90% გეუბნებით რაღაცა მისტიური ჩარევები მათ ურთიერთობაში იმისთვის რომ შეინარჩუნოს რომ აი ეს 2,000 რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე
დგას მათ ურთიერთობაში, რომ გადაიყვანოს თბილ და ისეთ მდგომარეობაში, რომელიც დააბალანსებს მათ ურთიერთობას. დაკიდებული ადამიანი. აქ ნამდვილად არის ჩარეული რაღაცა მაღალი ძალების რიტუალები, მაგიური ზემოქმედებები ამ ადამიანზე მსხვერპლის როლშია.